ნეიტრალიტეტი როცა გაქვს, ეს ნეიტრალიტეტი რაღაცამ უნდა დაიცვას რუსული აგრესიისგან. ყველა ისტორიული მაგალითები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ჩვენ ვითარებასთან პირდაპირში, მაგრამ სადაც არსებობს, ეს ნეიტრალიტეტი გულისხმობდა, რომ გეოგრაფიულად და სხვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დაცვადი იყო რუსული აგრესიისგან ეს ნეიტრალიტეტი. და ჩვენ შემთხვევაში საკუთარ უსაფრთხოებას გამოუცხადოთ ნეიტრალიტეტი, ანუ დავნებდეთ იმას, რომ სახელმწიფოებრივ არ ქონდეს იგულისხმობა ნეიტრალიტეტში, თუ ეგ არ იგულისხმება და იგულისხმება ის, რომ ნატოს წევრი არ ვიქნებით ან რაღაცა, ამერიკის ბაზები არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთი თავს დაგვანებებს, ეგ უბრალოდ თავის მოტყუებაა. ოღონდ კატასტროფული თავის მოტყუება. ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ რუსეთი ჩვენ სახელმწიფოებრიობის არსებობას არ ეგუება. ამიტომ იყო თავიდან სტარი ივანიშვილის რეჟიმის ხო ეს გზავნილი ქონდა, რომ იცი რა, საქართველოს არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანია. და ეხლა ერთი შეხედვით თუ გადარჩება ამის შედეგად საქართველოს ომს და ხალხი არ დაიღუპება, ხო რა თქმა უნდა განიხილო. ოღონდ მან ყველას ავიწყდება ეს ყველაფერი, რომ დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს, გულისხმობს, რომ რუსეთი ერთ-ერთ მხარე არ უნდა გიპირისპირდებოდეს. თუ ის მხარე გიპირისპირდება, ანუ შენ სახელმწიფოებრიობის შენი მოქალაქეების განადგურება უნდა და უბედურება უნდა რომ დაგმართოს და მეორე მხარე არ დაუპირისპირდება, ეგ ნეიტრალიტეტი კი არ არის. ეგ არის კატასტროფა, ანუ ამ ტერიტორიას რუსეთს დომინაციის რას ნიშნავს თუ რუსეთის დომინაცია სრულფასოვანი ხდება და თავისუფალ სამყარო არ უჭერს ხარს ამასთან დაპირისპირებას ქართულ სახელმწიფოსი და ხალხის. ამას რა მოაქვს ჩვენ ნახეთ 90-იანებში.